გეყოფა, ყველა ჩვენზე იჭორავებს. არა, ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრა ეიშან. აბა, მორჩით. გეყოფათ ხვევნა კოცნა რა გჭირთ? მორჩით. ძმაოვანი, როგორ ხარ? პატარა ბავშვივით აიჩემა. ძმაო. ახლა უკვე კაცი ხარ. რას ამბობალი? მე ყოველთვის უფროს ძმას დაგიძახებ. კარგი. შენ რა გჭირს? თვრალი ხარ? შენი ჩამოსვლა აღნიშნე. სულ წასულ ხარ ხელიდან. ეგრეა, შენ წახვედი და სხვა რაღა დამრჩენოდა. მაგარი ხარ. ვიცი უცებ მომიყვან აზრზე, ამიტომაც ცოტა მოვდუნდი, გეყოფა. მოდით. ძალიან მომენატრა ეიშან. აქ ვარ შენ გვერდით. რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? ჯერში ოპერაციებს ვაწყობდით, საფარში ვისხედით. ომერ. სერჟანტი გვაიძულებდა გვესროლა. მაგრამ მე მუცს ვკრავდი. იმ დროს წარმოსახვაში შენი ხელი მეჭირა ხელში. ისეთი გრძნობა მქონდა. მუჩს თუ გავშლიდი, გაკრებოდი. სასაცილო არა. ერთხელაც გავხსენი ეს მუჩი. მართლა გახსენი? გავხსენი. ბრძოლა იყო. მაგრამ აი მე აქ ვარ. დავედით, თორემ დავაგვიანებთ და დედა შენი იტყვის, რომ შენი ღირსი არ ვარ. დედა ჩემი არასდროს იტყვის ასეთ რამეს. ის ადამიანში სულს აფასებს. მაგრამ საინტერესოა ვინ ვარ მისთვის. თავისი შვილის საყვარელი გოგო. შვილო რა ხდება? საქორწინო სუფრაზე ხომ არ მოხვედი? ჯენგიზი ძალიან გამობრანჯულია. არა, ეს ჩემი სამუშაო ფორმაა, მუშაობ. მამა ცოტა ხნის წინ ჩვენთან კაზინო გაიხსნა, და ჯენგიზი იქ მუშაობს. იქ მღერი? დედა, ეს ის ადგილია, სადაც სათამაშოდ მიდიან. კაზინოში თამაშობენ. სწორედ ასეა. შენ იცი შენი საქმის შვილო. უკვე დიდები ხართ, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ აზარტული თამაშები ცოდვაა. დიდი ცოდვა. უბრალოდ მუშაობ იქ ზიამუნთას. მე თვითონ ხომ არ ვთამაშობ. ჭუჭყიანი ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანს. პინძურ ფულს უბედურება მოაქვს. ზიამუნთას ნეტავ განახარა ხალხი დადის იქ. თავზე საყრელად აქვთ ფული. დიდრები არიან. ძალიან დიდრები. ძალიან. სიმდიდრე. აი აქ არის. გულზე იდებს ხელს. ამ ჯერქვეშ სხვა სიმდიდრის ადგილი არ არის. ხომ ასეა? ზმაო, ეიშანმა უკვე გითხრა? რა? ეიშანიც იქ მუშაობს. არ გითქვამს მისთვის? ყველაფერი გავაფუჭე, რა იდიოტი ვარ.
სად მუშაობ შვილო? როგორ გითხრათ? აზარტული თამაშების სახლში. აზარტული თამაშების სახლი კი არა, სასტუმროში, რეგისტრაციაში. გასაგებია. ეს შენმა სამსახურის შოვნა მთხოვა. ოდამეც უშოვე. მე მგონი მშვენიერი სამსახურია ისეთებია როგორც სხვა სამსახურები. სწავლას ახერხებ. საღამოობით ვმუშაობ. კარგი ხელფასი მაქვს. თან ის სამსახური სტაჟად მეთვლება. ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პარალელურად რეგისტრაციაში ვმუშაობ. კაზინოსთან საერთო არაფერი მაქვს. გასაკვირველია შვილო. კაზინოში მუშაობა არ დაგშვენდებოდა. ჩაის მოვიტან. მიდი მოიტანე შვილო. მაპატია, მინდოდა შენთვის მეთქვა, მაგრამ საშუალება არ მომეცა. მე მართალი ხარ, აქამდე უნდა მეთქვა. მაშინ რატომ არ მითხარი? ახლა გეუბნები. მაშინოდა რომ გაბრაზდებოდი. გეშინოდა, მაგრამ მაინც დაიწყე იქ მუშაობა. აბა რა უნდა მექნა, უქმად უმშდარიყავი. ამით რისი თქმა გინდა? შენ გინდა რომ სახლში ვიჯდე და შვილები გავზარდო? ძალიან გამიხარდებოდა. კარგი. როგორც შენი ტყვი ისე მოვიქცევი. როდის გიხდით? მაგარი გოგოა. მართლა. სასტუმროს რეგისტრაციის განყოფილების უფროს მოსწონს. ეგემ? რას ამბობ ჯენგიზ? იმას ვამბობ, რომ ეიშენი ლამაზი გოგოა. მიეჩვევი ასეთ ამბებს. შენ რა გონია იქ ტყუილად დავდივარ? ნუ დარდობ თვალყურს ვადევნებ. შენ საქმეს მიხედე. ეიშენი თვითონ მოულის თავს. უბრაზობ. კარგი მინდა თქვენთვის. კაზინოში ბევრ რამეს ვხედავ, გესმის? მაგალითად იმას, რომ გოგონებს არ უნდა ენდო. თქვენ გიყვართ ერთმანეთი, ყველა მისის თქვენი სიყვარულის შესახებ, მაგრამ ახლა მის წინ ყველა გარიღია, გესმის? ლამაზი გოგოა. როგორც გითხარი, მის წინ ყველა გარიღება. მორჩი რა, წავედი ჯენგიზ. მოიცადე, მომისმინე. ნუ დაგავიწყდება, გოგონებს უყვართ ფული და სიურპრიზები. მათ ეს მოსწონთ. ეიშანს ფული არ აინტერესებს. რა თქმა უნდა, გონია არავის არ აინტერესებს ფული. ბოლოდ ფულზე ფიქრობს ყველა. ფული თუ გექნება, შეძლებ ქალებს სიურპრიზები გაუკეთო, გაიგე? კლაუდია შიფერსაც კი დაპატიჟებ თუ მოგინდება. ახლა შენ სამპლუაში ხარ ჯენგიზ. შევრიგდით? არც გვიჩხუბია. მიჩვეული ვარ შენს ხუმრობებს. ომერ. წამოდი. ხო, მაგრამ იქ ყველაფერი ძვირი ღირს. წამოდი მეთქი. მოდი აქ. გამარჯობა. გამარჯობა.
დიდი მადლობა მეგობარო. არაფერს, მედით. ომერ ვინმე დაგვინახავს აქ? აქ? ეს სიურპრიზია. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც ვისხდებით იქ. სერიოზულად ამბობ? რატომაც არა? 2 წელიწადში მეც ოსტატი გავხდები. როგორც ალი. ოსტატის ხელფასია კარგი ყოფა სულელო. აქ ერთი კერძი რომ შეუკვეთო მთელი თვის ხელფასი დაგჭირდება. ეიშან. რატომ ხარ ასეთი? რას გულისხმობ? შენ ყველაფერი შეგიძლია. რასაც მოისურვებ, შეხედე იმ გოგონებს. ყველაზე ლამაზი ხარ. რა გინდა ჩემთან? აქ რას აკეთებ? მანგას რატომ მეუბნები ომერ? ეიშან. მართალი მითხარი. გიყვარ ვარ. არა. რა არის სიყვარული? ვიღაცა სიყვარულზე ველაპარაკებით. არა და ქუჩაში დაგდებული ადამიანი რომ დავინახოთ იქვე ვტოვებთ. სასიკვდილოდ ვიმეტებთ. მე არ მინდა რომ მიყვარდ. შენ არ იცი, მაგრამ შენ მე გადამარჩენი. ვიხრჩობოდი, სული მეხუთებოდა. შენთან მე უკეთესი ხვდები. შენ ჩემი გული ხარ. შენ რომ არ ყოფილიყავი, ეიშანი არ იარსებებდა. ესე იგი არ გიყვარ ვარ? არა. მაშინ არც მე მიყვარ ხარ. მამა შენმა მაჩუკა ესბეჭედი და მითხრა, მერე ჩვენ შვილს გადასცემო. მას დედამისისგან ჰქონდა ესბეჭედი. აი შევასრულე მიცემული სიტყვა. შენ შენს ცოლს უამბე ამ ტრადიციის შესახებ. მოუღები. დედა, საყვარელო. დადი, გატყობ ვეღარ ითმენ. სად მიდიხარ, ძმაო? სად მიდიხარ? საღამოს დავბრუნდები. არ წახვიდე. ცუდი სიზმარი ვნახე. არ წახვიდე რა. საღამოს დავბრუნდები. მოიცა. გამოგხვედა და წავიდა. უკან დასახევი გზა არ არსებობს. ჯენგიზი მართალს ამბობს. ჩვენთან ერთად ხარ ალი? არ გვეტყვი?
ჯენგიზ რა გაიძვერა ხარ? უსტადო. მარტო მე არ ვარ გარეული ამ საქმეში. შემოდი ძმაო, შენ ხარ ჩემი მხსნელი. რა ხდება? მეცავა. კარგად იყავით. ნახვამდის. ნახვამდის. როგორ მომაბეზრეთ ყველამ თავი? ტვინი არ მაქვს, სისულელე გავაკეთეთ. იმ არამზადას თავდებად დაუდეგეთ, ახლა ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი. გასაკანს არ გვაძლევს. შენ რა გჭირს, რა გიხარია? თქვი რა ხდება? მშობლებს დაველაპარაკე. ეიშანთან მივდივარ, ხელის სათხოვნელად. შემოლომო, მოდი ჩემთან. ესე იგი დაელაპარაკე? გილოცავ. მადლობ. მოდი ჩაიხუტე უმერს, ვერ გაიგე რა თქვა? ძმაო, გილოცავ. მინდა რაღაც გაჩვენო. ეიშან. მინდა დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. მერტო მიშველე. სტამბოლი 1997 წელი. ძმაო, ეგრე ქურთუკი გაწვია. სადღაც უკვე მინახავს. სახელოსნოში არ უნდა დაგეტოვებინა. თანაც მაინც პატარა გაქვს. არ არსებობს. ეგ ქურთუკი მე ვუყიდე. როგორ შანს როცა ყიდულობდი, ჩემზე ფიქრობდი აიშან. შეხედე. ჩემზე ზედ გამოჭრილია. ისევ დაიწყო სისულელეები. არა უშავს, გარგოგოს მოუძებნით. ეგ ძნელი იქნება. შეიძლება 10 წლის შემდეგ. 10 წელი დიდი დროა. 10 წლის შემდეგ ამ დღეს ნედავრას გავაკეთებთ. შერეს ფიქრობ ეიშან. მე სახლში ვიქნები. ჩვენ სახლში. აივანზე ვიდგები. ჩემი ქმრის მოლოდინში. გაიღება კარი და შემოვა. მაგრამ ეს არ იქნება ომერი. ეს იქნება ჩემი ბიჭუნა.
ახლა ჩემი ჯერია. ღია ზღვაში ვარ იახტაზე. 22 მეტრის სიგრძის იახტაზე. ლამაზი იახტა. ესეთი არის დაგესიზმრებად. ოვრა იახტა. მეც ამიყვანე თან. წამიყვანე შენს იახტაზე. ომერი ვერ ივიწყებდა ამ დღეს. ისინი ოცნებობდნენ სიმდიდრეზე, შვილებზე, გეგმებს აწყობდნენ. მაგრამ ომერის ოცნებებს ახდენა არ ეწევა. ეს ომერის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე. კარგი, მე მივხვდი. არავის არ ვჭირდები. არავის. და თუ ასეა, ბანდიტი გავხდები. განგსტერი გავხდები. შენ რა განგსტერი უნდა გამოვიდეს. მეორე დღესვე მოირბენ, ხვეწნას დამიწყებ მიშველეს მომიშველეო. შენი აზრით მე არაფერი არ შემიძლია? ცდები. ჯენგიზ. ისევ გაილეშა. და ჯეკიცმო. წაიქცევი. ხელი გამიშვი, მე ყველა პატივს მცემს. ყველა საშინია ჩემი. მე განგსტერი ვარ. რომარ გაგიჟდე. საიდან გაქვს ეს იარაღი? თქვენ მე არ მიცნობთ. მე ბევრი რამ შემიძლია. მომეცი იარაღი. არა. რა იყო? ალი მარწუხო, რას გაჩუმებულ ხარ? მომეცი შენი იახტა გავისეირნო. მომეცი მეთქი იახტა. მომეცი იარაღი. არ მოგცემ. შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. მარტო რა უნდა გავაკეთო? მან იქნებ ჯობია მოვკვდე. ჯენგიზ. მან იქნებ ეს მოვკლა. ყველაფერი ამ გოგოს ბრალია. ეს ჩადგა ჩვენ შორის. შენ ჩემი ძმა ხარ. მე შენი ძმა ვარ. არა. თვის თავს გაწირავ. შენთვისაც გავწირავ თავს. გაწირავ? რატომ? ვის რაში ვჭირდები? შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ჯენგიზ. ძვირფასი ვარ თუ ის მოგწონს უსიამოვნებებიდან თავის დაღწევაში რომ მეხმარები? ნუ სულელობ, ჯენგიზ. შენ მე არ გიყვარ ვარ. არ ძვირფასი არ ვარ შენთვის. ესე იმიტომ ამბობ რომ გინდა ამას მოაწონო თავი. ასე არ არის ალი? მიპასუხე. ახლა მაგ პისტოლეტს გამოგართმევ, ჯენგიზ. შენი საქმე შენიცი, ომერ. შენ თვითონ გადაწყვიტე ასე. შუქი არანთია. დეიდა შენმა ალბათ უკვე დაიძინო. არა, სახლში არ არის, დღეს თავის მეგობართან რჩება. ალბათ ხოლმე მოვალ თქვენთან ხელისათხოვნელად. ხოლმე როგორ უნდა მოვითმინო? მოვკვდები. მალე დავქორწინდებით და ერთ სახლში ვიცხოვრებთ. მიყვარხარ. რომ მითხარი არ მიყვარხარო? დღეს შემიყვარდი. შენ ჩემი გმირი ხარ. ძალიან მიყვარხარ ეიშან. გული მდგივა ისე მიყვარხარ. ძალიან. ომერ. არ წახვიდე.
ეიშან. დარწმუნებული ხარ? არ მინდა ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო. იქნება ვეღარასოდეს ვნახოთ ერთმანეთი. მინდა ეს ღამე შენთან გავატარო. მიყვარხარ ეიშან. Ben de seni çok seviyorum. მეც მეყვარხარ. Seni hiç unutmayacağım. არასოდეს დაგივიწყებ ომერ. ეიშან. პოლიცია, ჩქარა ძირს დაწექი. ეიშან. დაწექი. დაწექი მეთქი. ეიშან. სტამბოლი 1997 წელი. დილამშვიდობისა უფროსო. რა ხდება? არ ზინავს? არა, გაგიღებთ კარს თუ გინდათ. რა ხდება? ეიშანი როგორ არის? ხომ კარგად არის? ძმაო, რამე მითხარი, თორემ გავგიჟდები? კი, კარგად არის. კარგად, დაჯექი. დაწყნარდი. გინდა? არა. რა ხდება, რატომ მომიყვანეს აქ? გოგოსთან ერთად ვიყავი. რაღაც შეცდომა მოხდა. ნამდვილად ასეა. ამაზე ნუ იფიქრებ. გაზეთი აიღე, წაიკითხე. რა გაზეთი? უკვე რამდენი საათია აქ ვარ? არავინ არაფერს არ მეუბნება. გაზეთის კითხვა ღამაკლია, მეტი არაფერი.
წაიგითხე მეთქი, ნაბიჯვარო. ხმამაღლა წაიგითხე. სისხლის ღრა კაზინოში. გუშინ გამთენიისას კაზინო სიზგინში ძარცვა მოხდა. ერთ-ერთი მცველი. გააგრძელე კითხვა. ერთ-ერთი მცველი მოკლეს. რამოდენიმე საათში მკვლელს თავის სამალავში მიაგნეს. ის იქ იმყოფებოდა თავის. კიდევ არაპირებს სიმართლეს თქმას, ნაბიჯვარო. თქვი მეთქი. თქვი. რა ხდება? მოკეთე. ხმა არ მოიღო, გაჩუმდი. მაშასე. ორი შეკითხვა მაქვს. ანამ შეკითხვებზე მიპასუხებ. ანდა ხმის ამოღება არ გაბედო. არ გაბედო, გაიგე? ჯობია ჩუმად იყო. მაშასე. კითხვა პირველი. ვისთან ერთად იყავი ამ საქმეზე? რა თქვი? კითხვა მეორე. სად არის ფული? მე არაფერი ჩამიდენია. ფერებას არ დაგიწყებ. არ შენი ცემა მინდა. კიდევ მოხდება შემოწმება, მაგრამ შენს ინტერესებშია ის, რომ სიმართლე მითხრა. მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. გაიძულებ სიმართლის თქმას, დამიჯერე. მიპასუხე მეთქი, მაინც გათმევინებ. ადექი. ვისთან ერთად გააკეთა ეს საქმე?
წამოდი. სად? დღეს სასამართლოა. ეიშანი. ძმა მოიყვანეს. როგორ არის? ხომ კარგად არის. დღეს საქმის პირველი მოსმენაა. სასამართლოს ხდომას გახსნილად ვაცხადებ. ომერ უჩარი და ემილ გულკარაჩარი დარბაზში არიან. ეჭმიტანილო ომერ უჩარ ფეხზე ადეკით. ომერ უჩარი მუმთას უჩარის ძე შენ ხარ? დიახ. 1997 წლის 18 ივლისს დილით კაზინო სეზგინში მოხდა ძარცვა და მცველის წინასწარი განზრახვით ჩადენილი მკვლელობა. მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ეს თქვენ ჩაიდინეთ. აღიარებთ თქვენს ბრალს ჩადენილ დანაშაულში. მე არაფერი ჩამიდენია. უდანაშაულო ვარ. წარმოდგენილია პირველი მტკიცებულება. ფოტოსურათი. აჩვენეთ. მცველი ახმედ კარაჩიანი ამ პისტოლეტით მოკლეს. ეს შენი პისტოლეტია? მე იარაღი არ მაქვს. ჯარში ავტომატით ვისროდი. სხვა იარაღი ხელში არასდროს მჭერია. მაშინ რატომ არის მასზე შენი თითების ანაბეჭდები? არა, ეს მე არ გამიკეთებია. შეხედე ქალს, რომელიც დააკვრივე. შენ მის ქმარს თავში ესროლე. შეხედე. არა. ეს მე არ გამიკეთებია. ახლა ნახე მეორე მტკიცებულება. ეს ხომ შენი ქურთუკია? ეს ქურთუკი. სად ნახეთ? მისი ქურთუკია. ხო. კაზინოს გვერდით ნაგვის კონტეინერში, სწორედ იქ, სადაც მკვლელობა მოხდა. ეს მე არ ჩამიდენია. ჩვენ წარმოგიდგინეთ მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, კვლავ იტყუები. ჩემი ძმა არ იტყუება. დედა, ძმაო! ბატონო მოსამართლე, გთხოვთ გამოიძახოთ გოგო, რომელთან ერთადაც იყო იმ ღამეს. ის დაადასტურებს ამას. კარგი? მოწმე ეიშან თეზჯანი. ეიშან. ეიშან თეზჯანი. დაიფიცეთ, რომ იტყვით სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა. ვიცავ. რა ურთიერთობა გაქვთ ეჭმიტანილთან? ომერი ჩემი შეყვარებულია. დანაშაულის დღეს ნახეთ ის? კი, ნახე. სად იყო? რას აკეთებდა? მან ცოლობა მთხოვა. თქვენ რა უპასუხეთ? უარი უთხარი. გთხოვთ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს. განაგრძეთ. იმ ღამეს ომერი მოვიდა ჩემთან და ბეჭედი მაჩუქა. ეს ბეჭედი თავისმა დედამ მისცა. რატომ უთხარით მას უარი? ომერი ჯარიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა. უცნაური გახდა. უცნაურად იქცეოდა, სულ ჭხუბობდა. ამიტომ მისი შემეშინდა. Korkuyordum ondan artık. ეიშან. შვიდად. Ben Sezgin Otel. მე სასტუმრო სიზგინში ვმუშაობ.
ის გამუდმებით მისვამდა კითხვებს კაზინოს თაობაზე, რომელ საათზე იღება ვინ არის უფროსიო. ეიშან გეყოფა. ეიშან. დაჯეკით ორემ დარბაზიდან გაგიყვანენ. განაგრძე, ნუ გეშინია შვილო, ვერაფერს დაგიშავებს. იმ ღამეს იმ ღამეს ის ჩემთან მოვიდა. რაცა უარი ვუთხარი, გაგიჟდა მითხრა, აი ნახავ, მე ძალიან მდიდარი გავხდები. ნახავ როგორ ინანებო. მერე მითხრა, ამასახლავე გავაკეთებო. ეიშან, ეიშან. მაპატიე ომერ. მაპატიე. კარგი შვილო, შეგიძლია წახვიდე. ძმაო, ეს რა ქურთუკი გაცვია? სადღაც მინახავს. ეიშან. ეჭმიტანილო დაჯეკი ადგილზე, ომერ უჩარ, დაბრუნდით ადგილზე. გიმეორებთ, დაბრუნდით ადგილზე. მითხარი ვინ ხარ? მე შენ არ გიცნობ. მითხარი ვინ ხარ? ადეკით სასამართლო მოდის. სტამბოლის სასამართლომ ეჭმიტანილი ომერ უçari damnaşavet ceza. Ağır Ceza Mahkemesi'nin baktığı dava sonuçlandırılmıştır. Abi? Dzmao. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82 და 93 მუხლების თანახმად შეერაღებული ძარცვისა და მკვლელობისთვის ომერ უჩარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. Ağırlaştırılmış müebbet cezasına mahkum edildi. Mama. Deda. შვილო საყვარელო. შვილო. ჩემო ბიჭო. შვილო. შვილო. Dzmao, არ წახვიდე. არ წახვიდე. Dzmao, არ წახვიდე. არ წახვიდე. არ წახვიდე, Dzmao. არ წახვიდე. მერტო.
იმ დღეს ომერი ციხეში მოხვდა. ომერის მკვლელებმა კი თავიანთ ოცნებებს ხორცი შეასხეს. თუმცა მათ ერთი რამ დაავიწყდათ. სტამბული 1995 წელი. ძმაო, ისულე გეხვეწები. გამარჯობა. ეშანეს ყასბის ხალხი მომწონს. მომკლავე. ამჯერად რა ჩაიდინე. ცუდა დაასაქმე. დამინჯერე. ორჩილა კლაქს. მაგრამ შემაშინიალი. არაფერი არ მოგივა. თუ ცხვირს არ ჩაყოფს ხვის საქმეში. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა. ეშან ეს ალია გარაჟში მუშაობს. ეს კი ჯენგიზია. ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. Ömer sizden ომერმა მიამბო თქვენ შესახებ. ესე იგი უკვე გიამბოთ, რომ ამ რაიონში მე ვარ ყველაზე წყალწაღებული. ჯობია ვთქვათ თეთრი ყვავი. რაც შეეხება ომერს, ყველას უყვარს და მასთან მეგობრობა ყველას იამაყება. იცი ომერი ჩემზე 2 წლით უმცროსია, მაგრამ ყველას გონია რომ მე ვარ უმცროსი. წარმოგიდგენია? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ომერი თავის საქმეებს შუა გზაზე არტოვებს და შენს დასახმარებლად მორბის, ამიტომაც არის ასე. ამას კი ჩვენს რაიონში ველურ კატას ეძახიან. წარბებზე შეხედე. დედაც კი ასე ეძახის. მოკეტე თორე მოგხვდება. იცინეთ. რა არის სასაცილო? გიყვარს პლავი. გინდა კიდევ გადმოგიღო. არა, გავსუქდები, დიდი მადლობა. ellerinize sağlık. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. არაფერს ჩემოგარგო. ომერი ჯარში რომ წავა, მოდი ხოლმე ჩვენთან შვილო. დეიდა მელიხა ყველაზე გემრიელს ადგილებს გაგიკეთებს ხოლმე. Teşekkür ederim. დიდი მადლობა. Onca zaman nasıl არ ვიცი, დრო ალბათ ძალიან ნელა გავა. თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. უკვე აქ ვიქნები. ნერვიულობ. სამშობლოს წინაშე ვალს მოიხდის და დაბრუნდება. ნუ დარდო. ეიშან, ყავა უკვე დალია? თუ გინდა დედა გიმკითხავებს. შენ შესახებ ყველაფერს გეტყვის. Tamam. კარგი. დააცადე დედას. მიდი უთხარი რა შეხედა. Bir dur. Anneciğim şimdi burada 2 tane kanat var. დედა ორ ფრთას ხედავ. Bebek kanadı gibi mi yani? პეპლის ფრთებს? კი, გავს. Yanında bir şey var mı? კიდევ არის რამე? Kanadın yanında böyle ფრთებთან ახლოს მოგრძო რაღაც არის. ფრთის კალამს გავს. Bir adam gördük. ადამიანის ჭრდილივით არის? vallahi. კი, წააგავს. Biz yani როგორც ჩანს, ვიღაც სტომარს ელოდები ჩემო გოგონა. მაგალითად ღამის 3 საათზე. Hayır, არავის არ ველოდები. mesela იქნებ ნათესავია, რომლის შესახებაც დიდი ხანია არაფერი გსმენია. almadın. yok. არა. Ama aklından git. ო, მაგრამ მასზე ფიქრობ ხომ ასეა? არა. Yani benim მხოლოდ დეიდა მყავს. başka da bir სხვა ნათესავი არ გამაჩნია. არა, ახლა უკვე გყავს. ასე არ არის დედა. შვიდობითი არა შვილო, თავს გაურთხილდე. კარგი მამა. ნახვამდის. კარგად იმსახურე. ნუ ნერვიულობ მამა. დედა. ძალიან დამაკლდება შენი ჩახუტება. შობლებს გაუფრთხილდი. თვითონ გამიფრთხილდნენ. ჯერ ისევ ბავშვი ვარ. ძმაო ალი. მიხედე ამას.
Sen de bu adamı მიაქცია ყურადღება. ერთი ამისიც. benim yokluğumda da უჩემო ჩარში არ გაიხვეს. tak. Bir kahraman. ძმაო თავს გაუფრთხილდი, ცოცხალი და ჯანმრთელი გვჭირდები. უვნებელი დაგვიბრუნდი. Yapma. ცხოვრებაში პირველად თქვი რაღაც ჭკვიანური. თავს გაუფრთხილდი, ჩვენ გვჭირდები. ძმაო, მატარებელი დაიცრა. ჩკარა შვილო, Abi şu işe bak ya. რა ლამაზი ხარ. Ne yaptın? რით დავიმსახური ასეთი ლამაზი გოგო. გეყოფა. წერილები მომწერე ხოლმე. gibi yazacağım. კარგი, აუცილებლად მოგწერ. Askerde თორემ ვერ მოვისვენებ. ფიქრობ რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო გესმის? რა მოხდა? მე შენია. რის გეშინია? თუ მეტყვი დარჩიო, დავრჩები. გაიგე, დავრჩები. წადი. Tren kaçıyor. მატარებელი მინდეს, წადი. კარგი. Gitme. ნუ მიდიხარ. Ne oldu? რა მოხდა? Ne oldu teyze? რა მოხდა მეთქი? Ya teyze მითხარი sana რა ne ხდება? oldu? Ömer ომერისგან არის? biricik Ömer. საყვარელო ომერ. Herkesin ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. annenlerle konuşuyor. ხშირად ნახულობ შენს მშობლებს. Sağ olsunlar beni. უშინ ვახშამზე დამპატიშეს. Hatta geçen akşam მერტმა ფოტოები დამათვალიერებინა. კარგი გამოსულა. Mert çektiği fotoğraf მადლობელი ვარ მათი სულ მირეკავენ. hepsi çok güzel. Arkadaşların შენი მეგობრებიც კარგად არიან. Cengiz ne kadar acayip. ჯენგიზი ცოტა უცნაური ტიპია. არც კი ვიცი როგორი. Ben de iyiyim. მე კარგად ვარ. Okula gidip geliyorum. სწავლობ. Burası işte აქ არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურადაა. bir tek sen yoksun. მხოლოდ ესაა, რომ შენ არ ხარ აქ. Burası o kadar soğuk. აქ ძალიან ცივა. Sanki zaman წარმოუდგენლად ცივა. geldiğinde seni nasıl შენთან მინდა, acaba? ხოლო ამაზე ვოცნებო. Sen de dünden beri საინტერესოა რამე შეიძლება, როცა დავბრუნდები. dönememekten. იქნებ შენ შეიცვალე. Döndüğümde მე შინია რომ ჯარიდან დავბრუნდები და ისეთი აღარ იქნები, როგორიც იყავია შენ. ეიშან ძვირფასო შენი მეგობარი მოვიდა, მინდოდა მეთქვა რომ სად დაიკარგებ, ნერვიულობდი შენს გამო. Tamam teyzeciğim ineriz. დეი დაახლავე ჩამოვალ. კარგი, ქვემოთ ვიქნები. Ne haber? როგორ ხარ? Yoksun? სად დაიკარგე? İyi. კარგად ვარ. Okula gidip. სასწავლებელში დავდივარ. კიდევ ერთი წერილი. ჯენგიზ მომეცი. თქვენი ამბავი ბრაზილიური სერიალივითაა.
Saçının telini de koparıp თმის ლოკონსაც ხომ არ უგზავნი? bana da bir tut. მეც მომეცი რა. Dur sen zahmet. კარგი, მე თვითონ ავიღებ. Orası çok. ერთი ღერიც მეყოფა. ჯენგის, Ha şöyle. ყოველთვის ასე უნდა იღიმებოდე. ძალიან სევდიანი ხარ. ომერს საერთოდ არ ეწოდები. Kalk gidiyoruz. წამოდი წავედით. სად არსა დასვლა არ მინდა. გეყოფა ეიშან ბებერკალს და ემსგავსე. Sıkılmadın mı böyle? შინჯდომა არ მოგვეზრდა. სულ სახლი. Yo. არა, Hadi yürü. წამოდი. Bak bir yere. შესანიშნავ ადგილს გაჩვენებ, სადაც არაჩვეულებრივად გავატარებ დროს. დადეთ ფსონები. Kızım ben sana diyeyim. ეს ბევრი ფულია, $100,000 ქვები. ისინი ფულს ანიავებენ. დაუფიქრებლად ხარჯავენ, ნეტავ მე მქონდეს ამდენი ფული გაუმართლათ იმ ურჯულოებს. Allahsızlar. Alem. მე რასასაცილო ხარ ჯენგის. მოვედით. Giderim ben. წავედ. Yok ya. სად მიდიხარ? ჯერ ხომ ძალიან ადრე. მე მკითხავს სომერი რატომ არ ართობდიო. Tam yüzüne gözüne bulaştırdın ya. მე ჩამაბარა შენი თავი, როგორ უნდა შევხედო თვალებში? ჩემი თავი შენ ჩაგაბარა? ო, არ იცოდი? ასე მითხრა, თვალი არ მოაშორო. Sen ne? შენ რა უპასუხე? Doktor. რაც მოვის გოგო იქით დაიცავს, ვისაც გინდა მეთქე. Ne getirir? Ben mi? მე? Sen bana... როგორც ჩანს, კარგად ვერ მიხვდი ვინ ვარ. Başkaları ეს ზღაპარის ხვებს მოუყევი. დაგინახე თუ არა მაშინ უაზრზე მოვედი. Ben öğrendim. მე ვიცი ვინც ხარ. Kimmiş? მაინც ვინ ვარ? Bak. შეხედე. Şurada yol აქ gidiyor. გზა იყოფა. Bir taraf aydınlık. აქეთ განათებულია. Diğer taraf. იქით პნელა. Şimdi oraya მაინც რომელ გზას ავირჩევდით ჩვენ? beraber. Sen საქმე ისაა, რომ მე და შენ ყოველთვის სიბნელეს ვირჩევთ. Niye? მართლა? Niye diğer yol? ვითომ ეს გზა რატომ არ უნდა ავირჩიო? განათებულია. bilmem. არ ვიცი. Doğamız bu. ასეთები ვართ. Değişemez miyiz? არასოდეს შევიცვლებით. Hiç değişemeyiz. არა, სოდეს. Yanılmakta... ბატონო ჯენგის, თქვენ ცდებით. Sapın karanlık. თქვენ ირჩევთ ჩაბნელებულ გზას, მე კი ჩემს სახლს, იმიტომ რომ მეძინება. Sıkılacaksın. Bak gör. მოგვეზრდება, აი ნახავ და დაიწყებ ისეთი ვიღაცის ზებნას, ვინც ადვილად ამოსაცნობი არ არის. Bak o zaman kesin... ო, და შენთან მოვალ არა. Cengiz. გეყოფა ჯენგის. ღამე მშვიდობისა. Bu arada... ო, მართლა. ეს შენია. Ha. Sen de შენი იყოს. sen kazandın. Olmaz. არა, შენია. Teyze. დეიდა, Teyze. დეიდა, Teyze kim? დეიდა. Bahar. ბახარ? დაიკო. Abla. დაიკო. ბახარ ძვირფასო. Çok ძალიან მომენატრე. Bendesin. მეც ბახარ. Bahar. ბახარ. Bahar. ბახარ. ჩემო პატარა პეპელა. მამიკოს არ აკოცებ? Lan
გავიგე. სტამბული 1997 წელი. მე არავის არ ვჭირდები. თუ ასეა, ბანდიტი გავხდები. განგსტერი გავხდები. Siz hiç ვინმე მოგიკლავთ საკუთარი ხელით. elinizle birini öldürdünüz mü? Bizi öldürdünüz. ჩვენ მოვკალით. Oha. Cidden yapıyor. პისტოლეტზე ომერის თითის ანაბეჭდებია. 50 kere konuş. ნაგვის კონტეინერში ჩავაგდებთ. Sen de çocuğu bütün gece yanında. ჯერ გამიმეორე ეგ რა გონია იდიოტი ვარ? Senin შემთელი ღამე მასთან ერთად იყავი, რომ არავინ დაგინახოთ. ამის გაკეთება ხომ არ გაგიჭირდება? ne abi? მე რა არა მზადა ვარ, არა? İyisin. არა. İyisin de. უბრალოდ ჩენეს ყველაფერი თამაში გონია ჯენგის. Şey oyun zaten. არის კიდეც თამაში. O zaman kendine bas. თუ ასეა სხვა მეგობარი იპოვე ასეთი თამაშებისთვის. Özlersin ama. დაგაკლდება ჩემი თავი. Cengiz, ჯენგის, hadi seni eve bırak. წამოდი სახლში წაგიყვან. Arkadaşlar gidin siz. წავედი ჯენგის. ჭკუაზე არ ხარ თქვენ წადით ამას მე წავიყვან. დარწმუნებული ხარ იქნებ ჩვენც წამოვიდეთ. არა საჭირო არა, წადით სახლში. Paraları sayma. აბა ძმაო მზად ხარ ფულის დასათვლელად. Zengin olacağım. ეხთა სიყიდი მდიდარი გახდები. olacağım lan. მე მკვლელი გავხდები, მკვლელი. Ömer'in karşı. შენს. Bizim mi? ჩვენ ომერის მკვლელები გავხდებით. Sen de öyle. ჩვენი ომერის გაიგე? Eyşan biliyor musun? ეიშანმა ეს იცის. Soygun diye biliyor. ფიქრობს რომ ეს ძარცვა იქნება. გონია რომ მას 3 წელიწადში გაათავისუფლებენ. İşi biliyorsun hacı. მაგარია ჯენგის. Bir taş. ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ. ფულსაც მიიღებ და გოგო ჩენი იქნება. ოჩახ. Sevgilisini aradan ayıklayacaksın. ოჩახ. ამის თავი თუ არ გაქვს? არ გინდა ალი, პისტოლეტი მომეცი, მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს. Nereye yapacaksın? მომეცი პისტოლეტი. Ha? მომეცი. Nerede sen de o tetiği çekecek? გამბედაობა არ გეყოფა. Ortasında. რადგან გავერია თამაში. İşe. Tamam. ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. İşte benim აი Ali. ეს მესმის ალი. Oyun değil lan. ეს თამაში არ არის. Gerçek. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ეიშან, ეიშან. ეიშან. დარწმუნებული ხარ ეიშან? ხომ? Yarın umurumda bile ხვალ შეიძლება ვეღარ ნახოთ ერთმანეთი. bir daha bir... მინდა ეს ღამე შენთან ერთად გავატარო. Ben bu gece... ძალიან მინდა. Değişiyorlar. დაცვა შეიცვალა. რაზე ფიქრობ? ყველაფერი სწორად გააკეთე, თორემ ციხეში ამოყოფთ თავს. გაიგე? Hadi lan. გასაგებია? სულეიმან. არ გაინძრევი ხარ? დაწყნარდი მე ვარ. რა შვები, გინდა ჯანგის ესროლო? შენ ხარ. აქ რა საკეთებ ამ დროს? საფულე დამრჩა გასახდელში. ფული მიდევს. ხვალ მოდი ჯენგის, ხვალ. ხომ იცი ჩვენი წესები? ნო, ვიცი ძმაო, ვიცი. რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ თუ შემიყვან, გაჩვენებ რულეტს როგორ თამაშობენ. არ შემიძლიათ ყოველად მომთხო. ხომ იცი ეგეთი ტიპი არ ვარ. ეგეთი ხარ, ეგეთი, ზუსტად ეგეთი. Aradım ya Nermin'i. ნერვენს დაურეკავ, თუ გინდა შენ თვითონ დაურეკე.
მითხარი, იმ გოგოსთან, ჩვენს უფროსთან რა ურთიერთობა გაქვს? საფულე რომ არ აღმოჩნდეს, სუდად იქნება შენი საქმე. იცი ეს როგორ გეთება? ვერც კი წარმოიდგენ. მაგრად იტყუებიან. თაღლითური მექანიზმია. როგორ ახერხებენ? მართლა გეუბნები, ის ზაღლები მაგრად ატყუებენ ხალხს. რას ამბობ? ჩვენ კი თავს ვიკლავთ მუშაობით. გეუბნები ასეა. მე საწოდავე ორ ადგილზე ვმუშაობ, რომ ოჯახი ვარჩინო. ეს რა არის? უშენი, ეს როლე, დროზე, ეს როლე. თხოვთ არ მომკლათ. შვილები მყავს. ორი შვილი. ჯენგის. რაღაცა ლოდები ეს როლე. სერორეჯან. შენ მოკვდები. სერორეჯან. მოკვდები იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ. მიყვარხარ ეიშან. მეც მიყვარხარ. არასოდეს დაგივიწყებ ომერ. პოლიცია, დაწეკი, არ გაინძრებ. ეიშან. არ გაინძრებ. იცეკი, იცეკი. ეიშან. ეიშან. Baba bana yalan söyledi. შენ მე მომატყუე. ასე იყო საჭირო. სხვა შემთხვევაში არ დამთანხმდებოდი. კარგად ვიცნობ ჩემ შვილს. Her şeyi ახლა ყველა სიმართლეს მოუყვები. შეხედე. შენს დას. ყოველდღე უფრო უარესად არის. ექიმებმა თქვეს, უარესისთვის მოემზადეთო. მე გონა ყველაფერს გააკეთებდი შენი დისთვის. დაცვის მხარის მოწმე ეიშან თეჟანი.
gece იმ ღამეს o gece იმ bana geldi ღამეს işte. ჩემთან მოვიდა და ცოლობა მთხოვა. Ben reddedip როცა უარი ვუთხარი გაგიჟდა. delirdi, çıldırdı. კვაზე შეიშალა. Göreceksin dedi. მითხრა აი ნახავ მე ძალიან მდიდარი გავხდები Pişman და oldum. ამას ინანებო. Sonra yapacaktım. მე მითხრა ამასახლავე გავაკეთებო. ეიშან, ეიშან. Özür dilerim. მაპატიე ომერ. მაპატიე. Gereği düşünüldü. მოისმინეთ განაჩენი. Cumhuriyeti Devleti'nin სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდებული ომერ უჩარი Mahkemesi'nin baktığı და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 91 და 92 მუხლების თანახმად aşağı შეიარაღებული ძარცვისა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ომერ უჩარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. müebbet cezasına mahkum edildi. Yaklaşık. დაახლოებით 7 კვირის ორსულობაა. გინდათ ნაყოფ შეხედოთ? Hayır. არა, Aslında bakmanız önemli. ისე უნდა გინდოდეთ. İstemiyorum. არ მინდა. Aldırmak istiyorum. აბორტის გაკეთება მინდა. Kalp atışı უკვე ისმის გულისცემა. ისმის. dinleyebilir miyim? შეიძლება მოусმინო.